როდესაც ჯანდაცვის სტანდარტში ჯანმრთელობაზე და მის გლობალურ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ცხადია ყველა გამომწვევ დაავადებას და მათთან ბრძოლას გადაჭრების გზებს და გამოსავალს ვგულისხმობთ. ჯანმრთელობის გლობალურ გამოწვევებს შორის მოგეხსენებათ სიმსივნე გლობალური ჯანმრთელობისა და საზოგადოების უმთავრეს პრობლემად რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კიბოს მართვას და მკურნალობას. დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ გადაცემაში გამანაივზე, მაღალ ტექნოლოგიურ უსაფრთხო და მათ შორის უმტკივნეულო რადიოქირურგიულ მეთოდზე, რომელიც თანამედროვე ნეიროქირურგიული თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება. გამორჩეულად აღსანიშნავი არის აქვე ისიც, რომ ავერსის კლინიკების გუნდი მუდმივი დაკვირვებით და პროფესიონალური გამოცდილებით ყოველთვის ორიენტირებული არის განვითარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. მათი მიზანი კი არის პაციენტებს საქართველოში შესთავაზონ სერვისები ისეთი, რომლებიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ ავერსის კლინიკა იყო პირველი სამედიცინო დაწესებულება ქვეყანაში, რომელმაც გამანაიფი დანერგა. გამანაიფ ესპრიტის ოფიციალური პრეზენტაცია 1 წლის წინ შედგა და დღეს ჯანდაცვის სტანდარტში გსურს შედეგები შევაჯამოთ, რისთვისაც ჩვენს გადაცემას დღეს სტუმრობს ლაშა ბაქრაძე, ავერსის კლინიკის ნეიროქირურგი. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით. დაახლოებით 1 წელი გავიდა უკვე ჩვენი შეხვედრიდან და მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ დატვირთული წელი იყო. როგორც პირადად ჩემთვის, ასეთ გამანაიფის კუთხეზე, ზოგადად ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პუბლიკაციები, საკმაოდ ბევრი მიდგომები შეიცვალა ერთ წლის განმავლობაში. რამოდენიმე დღეა დავბრუნდი მხოლოდ ასე ვთქვათ, უცხოეთში იყო სტერეოტაქსი რადიოქირურგიის კონგრესი და აი მნიშვნელოვნად მაგალითად 2023 წელს თუ 100,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი მკურნალობდა მსოფლიოში გამანაიფით, წელს ეს ციფრი უკვე გასამაგებული 300,000-ზე მეტი ადამიანი მთელი ქვეყნის, მთელი სოფლის მასშტაბით მკურნალობს გამანაიფით. შედეგები როგორი არის ბატონო ლაშა და ჩვენ როდესაც საუბრობდით, თუნდაც 1 წლის წინ ხო, როდესაც პრეზენტაციასაც მათ შორის BMG-ის გუნდიდან ვესწრებოდით, მთავარი უპირატესობა კიდევ ერთი იყო ის, რომ საქართველოს კუთხიდანაც საზღვარგარეთიდან იყვნენ პაციენტები, რომლებიც ავერსის კლინიკაში ამ არსებული აპარატით მკურნალობდნენ. კი ბატონო, ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ჯერ ერთი და 300-მდე პაციენტი ჩაუტარდა მკურნალობა, რომელიც ნაწილი მაინც, დიდი ნაწილი მაინც იძულებული იქნებოდა უცხოეთში დასულიყო და ეს თანხების გაჩერდა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს რამოდენიმე მილიონ დოლარს აღემატება, რამოდენიმე მილიონ დოლარია და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ინვესტიციებით შემოდის, ასე ვთქვათ, უცხოეთიდან უკვე 20-მდე პაციენტი იყო პირველი წლისთვის, ეს ძალიან დიდი და კარგი მაჩვენებელია და ეს ციფრი, რა თქმა უნდა, ძალიან გაიზრდება. იმიტომ რომ არც ერთ მეზობელ ქვეყანაში ჯერჯერობით ეს ამის საშუალება რომ ჩაიტარონ გამანაიფი. ამ ტიპის აპარატის არსებობის შემთხვევაში. მადლობა ბატონ ლაშა, დღეს სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ ჩვენს გადაცემაში ჯანდაცვის სტანდარტი. აი რადგან გარკვეულად ვაჯამებთ პირველი წლის მონაცემებს, რაც თქვენ უკვე გამანაიფით გას ავერსის კლინიკაში და თქვენ უძღვებით ამ საქმეს. აი მოკლედ როგორ შეაფასებდით პირველი წლის გამოცდილებას, იგივე თქვათ სტატისტიკურად და რაც თავარია, რა ტიპის პაციენტები ძირითადად მოდიან თქვენთან და ამ მეთოდით ძირითადად რომელი დაავადებების დროს უპირატესად გამოიყენება თქვენთან დღეს გამანაიფი? დიდი მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი პაციენტები ეს არიან თავის ტვინის დაავადებებით, როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომ ნეიროქირურგებთან უკვე საკმაოდ კარგი კომუნიკაცია და ყველა ადრე თუ უწევდათ საკმაოდ მაღალი რისკის ოპერაციების ჩატარება, ეხლა შესაძლებელია მხოლოდ ასე ვთქვათ, ნაწილობრივი სიმსივნის ამოკვეთა, წინას არის ინფორმირებული პაციენტი ამის შესახებ და მეორე ეტაპად თავაზობენ თქვათ 1 თვეში, 2 თვეში გამანაიფის ჩატარება ყოველგვარი პაციენტის რისკის სიცოცხლის გაწევის გარეშე. ასევე რადიკალურად შეიცვალა თქვათ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა, მაგალითად გლიობლასტომები, როდესაც ადრე თქვათ სხივები, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და ამით ამოიწურა თქვათ მკურნალობა, გამანაიფის საშუალებას აძლევს კიდე 1 ან 2 წლითაც გაუხამზრიოს სიცოცხლე ესეთ პაციენტებს. აღარ ვაფერს ვამბობ თავის ტვინის მეტასტაზებზე, რომელიც ადრე განაჩენი იყო, თქვათ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონიაში, ეს უკვე განაჩენი არის და გადავიდა დაავადებების რანგში. 80% შესაძლებელი 4-5 წელი სიცოცხლის გახანგრძლივება. და ძირითადი, ასე ვთქვათ, გარდაცვალების მიზეზი, როგორც წესი, არის ექსტრაკრანიალური, ანუ სხვა ორგანოების დაზიანებები და არა თავის ტვინი. და თავის ტვინის პრობლემების მაინც აგვარებს
გამანაივი. როდესაც აი ამ ოპერატორებებზე ვსაუბრობთ, ბატონო ლაშა, შედარება რომ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მაყურებელმა მაინც იცის ასე თუ ისე ამ აპარატის ძლიერი მხარეები. ტრადიციულ ნეიროქირურგ მეთოდებს შორის რა სხვაობა აქვს და რა უპირატესობა აქვს გამანაივს, როდესაც აი ესეთ შედეგებზე ვსაუბრობთ და უმტკივნეულო მათ შორის პროცედურებზე. ესე იგი, ტრადიციული ნეიროქირურგია და საერთოდ ქირურგია რა არის? ეს არის განაკვეთი, ეს არის ოპერაცია, ეს არის ჩარება. ნებისმიერ манипуляციასაც კი თქვათ, ინექციასაც კი აქვს თავის გართულების რაღაც პროცენტული მაჩვენებელი. შესაბამისად არის ქირურგიული ჩარევა. სტატისტიკურად თავისთვის ოპერაციების 0.5% ეს მხოლოდ ლეტალური გამოსავალი. მე აღარ ვიძახი სხვა გართულებებზე, რომელთა პროცენტული მაჩვენებლები დაახლოებით ზოგადად 27%-ს აღწევს. ეს არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტატისტიკათან. ამას მნიშვნელობა. გამანაების შემთხვევაში თუ კი არის ნაჩვენები, გართულება ფაქტიურად არის 0-თან მიახლოებული. არანაირი სისხლის დანაკარგი, არანაირი განაკვეთი. დილით 9 საათზე მოსული პაციენტი 11 საათზე არის უკვე სახლში და მეორე დღიდან აგზელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე ძირითადი განმასხვავებელი, რაც შემიძლია გითხრათ. და დიდი უკაცრავ თავარი მომენტი კიდევ რომ გამანაიფი შესაძლებელია როგორც ბავშვებში, ასევე გვყავდა ორსული პაციენტი, რომელიც სხვა სხეული აპარატი წარმოუდგენელია ფეხმძიმესთან მიმართებაში რომ ჩატარდეს. ესეც რა თქმა უნდა დიდი გამანაიფის შემთხვევაში შესაძლებელია. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ რომ მიუბრუნდეთ უკვე თქვენს ერთწლიან გამოცდილებას, აი განსაკუთრებული ეფექტურობით, რომელი შეგვიძლია გამოვიყოთ, რომელი დაავადების დროს ან რომელი გართულებების დროს აი რამოდენიმე დღეში არის საკმაოდ პირველი სხვათა შორის რადიოქირურგ სტერეოტაქსიურ რადიოქირურგიის მიძღვნილი სიმპოზიუმი ტარდება საქართველოში, რომელიც გამანაიფის კუთხით იქნება და იქ არის უკვე ჩვენი кейსები წარმოდგენილი უცხოელი სოფლიო ექსპერტებთან ერთად მეც ვიქნებ ეს ვღებულობ მონაწილეობას რა თქმა უნდა და არის წარმოდგენილი ჩვენი кейსები. იქ არის ნაჩვენო გამანაიფს რას აკეთებს რომ კი არა აკრობს ასე ვთქვათ თავიდანვე. პირველი აჩერებს სიმსივნის კონტროლი ხდება, ზრდის კონტროლი ხდება, არ ხდება სიმსივნის ზომებში მატება. და უკვე მომავალში ხდება მისი ზომებში შემცირება. გამონაკლისია მეტასტაზები, იქ ცოტა სხვა პრინციპით ხდება დასხივება, სხვა დოზებით ხდება, მაგ შემთხვევაში შესაძლებელი სრული აკრობაც კი გამოწვევა. და გითხოთ, რაც უფრო ადრეულ ეტაპზეა სიმსივნე აღმოჩენილი თავის ტვინის, შედეგი იქ გამანაიფით რა თქმა უნდა, რაც მცირეა პრობლემა, ესე მარტივად რო ვთქვათ და მარტივია უფრო მოგვარება. რაც დიდია, მეტია პრობლემა, უფრო საწვალებელია პაციენტისთვის და ექიმისთვისაც რა თქმა უნდა. და მაგალითად ჩვენი ყველაზე საინტერესო кейსი მე გამოვყოფდი, ეს არის თქვა პაციენტი, რომელსაც თქვა თავის მოვიდა უკანაფოსოს მეტასტაზით. ერთ კვირაში, ანუ საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დეფიციტი იყო, თუმცა იმის გამო რომ სხვა პრობლემებიც ჰქონდა, სომატური ქირურგიული ოპერაცია გამორიცხული იყო, გამანაიფიდან დაახლოებით 2 კვირაში სრული რემისია მოხდა ნევროლოგიური სიმპტომატიკის. თვენახევარში საკონტროლო MRI-ზე საერთოდ ვიზუალიზირებული აღარ იქნა სიმსივნე, თუმცა გარკვეული დროის მერე დაახლოებით 3 თვიანი კონტროლის მერე ისევ დაიწყო დამძიმება და იქ სადაც გაკეთა გამანაიფი არ იყო, მაგრამ გაჩენილი იყო ახალი დაახლოებით 20-ზე მეტი მეტასტაზი. ისევ ჩატარდა გამანაიფი და დღეს დილით მაგალითად მომწერა პაციენტმა რომ გაცილებით უკეთესად არის უკვე დედა და ეხლა ველოდები ერთ სუბიექტს ოდის გადაიღებს MRI-ს რომ შევადარო ეს ის შედეგები ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ბატონო ლაშა, შეჯამებისკენ და გამომდინარე იქიდან რომ უკვე 1 წელი არის გამოცდილება მიიღოთ ხო თქვენმა გუნდმა გამანაიფთან მუშაობის. როგორ შეაფასებდით აი ამ აპარატის დანერგვის მნიშვნელობას საქართველოსთვის და მათ შორის რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ, როგორც აი ამ აპარატზე მომუშავე, ნეიროქირურგიაში რა გარდატეხას შეიძლება კიდევ რომ ველოდოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით. ესე იგი თვითონ აპარატის ასე ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფა და ამ რომელსაც ჩვენ მართ მოწინავეები, ანუ ჩვენი კონტაქტიდან გამომდინარე მესამეები ვიყავით ახალი პროგრამა მოგცეს, რაც კიდევ უადვილეს პაციენტებს ასე ვთქვათ მკურნალობაში და რაც თავარია თვითონ ნეიროქირურგებთან გვაქვს კიდევ მეორებ, ანუ გართულებები და ლეტალური გამოსავალი ნეიროქირურგიაში, რომელიც სამწუხაროდ ახლავს ხო ქირურგიას, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოს პოპულაციაში, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ გამანაიფი. ეს არის იმედი ნებისმიერი ნეიროქირურგისთვის, რა იმიტომ რომ ყველას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თავის შესაძლებლობები. აღარ გარისხოს პაციენტის ცოცხლით ოპერაციაზე და გამოუშვას თქვა რადიოქირურგიაზე გამანაიფს. ეს დასრულებისას ბატონო ლაშა
შემოსვლამდე ვსაუბრობდით სტუდიაში შემოსვლამდე და რას ველით და რა ნაბიჯს აპირებთ გადადგათ შემდგომი განვითარებისთვის კიდევ. შემდგომი განვითარებისთვის მე მინდა რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს ონკოლოგებთან და ეს აი უფრო მეტად მინდა რომ ჩართულები იყვნენ ამ მეტასტაზებთან მკურნალობაში, რომელიც ძალიან დრამატულია, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი ჩვენ განვითარებად ქვეყნებში ეს არის ფაქტობრივად განაჩენი, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ეს არის დაავადებების რისკს მიეკუთვნება. აი ძალიან დიდი განსხვავება ამაში და მე იმედი მაქვს ამ მხრივ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი ურთიერთობა და ბევრ პაციენტს დავეხმარებით. წარმატებები და მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დღეს ჯანდაცვის სტანდარტში ლაშა ბაქრაძე სავერსის კლინიკების ნეიროქირურგს მასპინძლობდით ჯანდაცვის სტანდარტში დღეს.